ამერიკული მეორე ხმა, ქართული პირველი, ბანი და ცოტა ცეკვის ცოდნა საკმარისია იმისთვის, რომ ზემო სვანეთში ასულმა ტურისტმა კარგად იგრძნოს თავი. სვანური ფოლკლორი და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული სამზარეულო უცხოელი და ქართველი ტურისტების მიზიდვისთვის კარგი საშუალებაა. სვანის განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია, სვანები, სვანური ენა, ფოლკლორი, ტურისტების მოზიდვის მიზეზით სწორედ ეს არის. ამ ყველაფერს კი ახალგახსნილი სასტუმროები და კაფეები ემატება, რაც უცხოელ ტურისტს სჭირდება ეს კომფორტია. სვანეთი მარგალიტია, რომლის არსებობაც ჯერ ბევრმა არ იცის, თუმცა ჩვენ შევეცდებით გავაგებინოთ მსოფლიოს. ამ განუმეორებელ ხედებს, ისტორიას, დატოვებული ჩვენი წინაპრების მიერ, ჭირდება დაფასება. ამისთვის არის ტურისტი. ეს არის რაც საინტერესებს ტურისტს. ჩვენ აქ წარმოვადგენთ მაგას, წარმოვაჩენთ. და ყველა ეს გაკეთებული პროექტი დაეხმარება ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში. ტურისტულ სეზონს ზემო სვანეთი ორი ახალი სასტუმროთი ხვდება. სასტუმრო მესტია და სასტუმრო სვანეთი უკვე მზად არის სამთო ტურიზმის მოყვარულებს უმასპინძლოს. სასტუმროების მშენებლობა ამერიკის განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში აშენდა რამდენიმე სასტუმრო და ინტერნეტ კაფე. სანამ ძირითადი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხებს გამოყოფდით, უცხოელი ტურისტები გამოვკითხეთ. ყველა მაჩვენე რომ ზემო სვანეთს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ამ სასტუმროების გახსნა ძალიან ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე შემოყვანი ტუროპერატორებისთვის საქმიანობის წარმართვას, ვინაიდან სასტუმროების ნაკლებობას განვსდით აქამდე. ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და რა თქმა უნდა, ამ ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი წილი საქართველოზე მოდის მესტიის მუნიციპალიტეტში. იმიტომ რომ აქ არის მოგეხსენებათ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ველური ტურიზმის მოყვარულთათვის მესტიაში ამერიკის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით რატიანების საოჯახო სასტუმროში ველოსიპედები ხირავდება. დამსვენებლებს შეუძლიათ მათი საშუალებით ზემო სვანეთს ესტუმრონ. არსებობს ალტერნატიული საშუალებაც. ცხენოსნობის მოყვარულებს შეუძლიათ სვანეთის მთები ცხენებით დაალაშქრონ. მესტიიდან უშკულამდე მიმავალ გზაზე ტურისტებს არაერთი მყინვარის ნახვის საშუალება ეძლევათ. მეტრის ზღვის ითვლება, რომ უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია მთელ ევროპაში. ისევე როგორც მესტიაში, აქაც დასასრულს უახლოვდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლების და ბუნების დათვალიერების გარდა, ჩამოსულ და ადგილობრივ ტურისტებს დღეიდან საშუალება ექნებათ კომფორტულ სასტუმროებში დაისვენონ. შიფი ბლუსტავი ავსტრიელი ფოტოგრაფია. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და უძველესი კულტურის ძეგლებს იღებს. მისი ფოტორეპორტაჟი სვანეთზე მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებში დაიბეჭდება. ზემო სვანეთის ბუნებითა და არქიტექტურით კანადელი ჯონიც არის დაინტერესებული. ის უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს საქართველოში. დასვენებას და ფერწერას კი ყოველთვის სვანეთში ამჯობინებს. შეიძლება მთაში მთელი დღე იარეთ, საღამოთ კომფორტული ლოგინში დაიძინოთ და ცხელი დუში მიიღეთ. აქ არის იდეალური სინთეზი, მეტნაკლებად ევროპული კომფორტი და სვანეთის ეგზოტიკა. მე დაინტერესებული ვარ თუ როგორ შეინარჩუნეს სხვადასხვა ხალხებმა კულტურული თვითმყოფადობა და რიტუალები. სვანეთი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ეს ისტორიული ძეგლები და ბუნება ძალიან კარგ შთაბეჭდილებას მიქმნის თქვენს ქვეყანაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. აქ ყველა თავისებურად ისვენებს და ერთობა.